მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ვართ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის სახლის წინ ისევ დგანან მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს და არიან პროევროპული საპროტესტო წინააღმდეგობის წევრები, რომლებიც ამბობენ, რომ არ დაუშვებენ ისინი დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში, არ დაუშვებენ იმას, რომ ამ ქვეყანას ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრების სინდისის ტყვეები და განაგრძობენ და მიიჩნევენ, რომ არ უნდა დაუშვან ამ ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე გადასვლა და არ უნდა დაუშვან ის, რომ ჩაკეტილი დარჩეს ამ ქვეყნის გზა ევროპისკენ. თქვენ იცით, რომ ოცნების მთავრობა არაერთი ხერხით, არაერთი კანონის მიღებით ცდილობს, რომ ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები ისევ გამოხატავენ ამ პროტესტს, მათ შორის ბოლო კანონი, რაც მიიღო ოცნების ანტიკონსტიტუციურმა და არალეგიტიმურმა პარლამენტმა, იყო ის, რომ ტროტუარზეც კი შეზღუდა ოცნების ხელისუფლებამ, ივანიშვილის დაჯგუფებამ, შეიძლება ასე ითქვას, პროტესტის გამოხატვა და საპროტესტო აქცია პრაქტიკულად აკრძალა და გააუქმა პროტესტი ქვეყანაში ივანიშვილის დაჯგუფებამ, თუმცა ამის მიუხედავად მოქალაქეები, თქვენ როგორც ხედავთ, ახლაც დგანან ამ ტროტუარზე. Როგორც იმოტივაციით მიიღო ეს კანონი ოცნების ანტიკონსტიტუციურმა პარლამენტმა, რომ ეს ხელს უშლის სხვა მოქალაქეების გადაადგილებას ქუჩაში, თუმცა ჩვენ არ გვახსოვს ასეთი და არც ალბათ თქვენ არ გინახავთ, პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი საპროტესტო აქცია, როცა ვინმეს გადაადგილების თავისუფლება იყო შეზღუდული იმის გამო, რომ სადმე იმართებოდა საპროტესტო აქცია, ხოლო დღეს უკვე ოცნების პარლამენტი ამბობს, რომ თუ კი ვინმეს სურს, რომ აქცია გამართოს, მან უნდა შეუთანხმოს ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და შემდეგ პრაქტიკულად სულს თუ გასცემს ნებართვას ამ აქციის ჩატარებაზე, რადგან საოცრად შეუძლია უთხრა საპროტესტო აქციის მონაწილეებს სადმე შეიკრიბონ და როდის უნდა შეიკრიბონ, რაც პრაქტიკულად ნიშნავს საპროტესტო აქციის ან გამოხატვის თავისუფლების გაუქმებას ამ ქვეყანაში, რაც არის დაუშვებელი, როგორც ამას მიიჩნევენ წინააღმდეგობის წევრები საქართველოში. მე მინდა ბათუმში ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ვკითხო ბოლო პოლიტიკური პროცესებზე და გავიგო მათი მოსაზრება. როგორია, მათ შორის დღეს გაიმართა საპროტესტო აქცია არაბული ინვესტიციების შესახებ, არაბული კომპანიების მიმართ, რომელთაც გაუფორმა ხელშეკრულებები ოცნების მთავრობამ, მაგრამ არ ესაჯეროებს ხელშეკრულებას და ჩვენ არ ვიცით ამ ხელშეკრულებებით რა არის გაფორმებული, რა პირობებით გადაეცათ მათ კონკრეტული მიწები გონიოსა და კრძანიშში, ამიტომაც მოქალაქეები, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან, მოითხოვეს სწორედ ამ ხელშეკრულების გასაჯაროება. ასე მინდა ვკითხო აქ შეკრებილ მოქალაქეებს ქართული ოცნების მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებაზე, რომელთაც ის პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკური პატიმრების მიმართ, პოლიტიკური პარტიის ლიდერების მიმართ იღებს ახალ გადაწყვეტილებას და ორი თვით გადავადდა მათთვის აკვედღონისების შეფარდების საკითხი, მათ შორის ეს შეეხება ზურაბ გირჩიჯაფარიძეს, რომელიც 19 დეკემბერს უკვე ტოვებს პენტენსიურ დაწესებულებას. მე ვხედავ თემურ გორგაძეს, გირჩის ერთ-ერთ ლიდერს და მოდი მას გავესაუბრები პირველ რიგში ამ პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით. საგამშვიდობის ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს. თემურ მინდა რომ გაგესაუბროთ, თქვენ როგორც გირჩის წარმომადგენელს, მოდი ამ ფონზე დავდგეთ. ხო, აი დღეს ნახეთ ახალი გადაწყვეტილება, ხო, ოცნების მთავრობის პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მათ შორის ეს შეეხება ზურაბ გირჩიჯაფარიძეს, რომელიც 19 დეკემბერს უკვე ტოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ჩვენ ნახეთ ძალიან კაფიო საქმე, ხო, როცა ახალი ბრალი წარუდგინეს პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ ისინი დაეტოვებინა ოცნების რეჟიმს ისევ ციხეებში. რა ხდება ახლა თქვენ დაკვირვებით? სიმართლე რომ გითხრა, ზურას გამოსვლა უწევდა 22-ში და ჩვენ ვიცოდით, რომ უწევდა 22-ში. მე გითხრეს რაღაცა ერთ დღეს თურმე საპატრიარქო ჩუქნის რაღაცა 21-ზე გადმოვიდა და 21 და 20 რადგან შაბათი კვირაო, მე უთხრეს, რომ უშვებდნენ 19-ში, ოღონდ აი დღევანდლამდე
სპეციალურად არ გვითქვამს არცად, იმიტომ რომ დღევანდლამდეც და დღის შემდეგაც ველით და ველოდით რომ რაღაცას მოიგონებდა ოცნება და გარეთ არ გამოუშვებდა და ამიტომ რაღაცა მაინც ისე არ გვექნა რომ რაღაცა გავაპიარეთ თუ რაც ქვია მაგას და ხალხმა მივიდა და მაგრამ გარეთ არ გამოუშვეს და ნუ გასკდა ეს ამბავი საბოლოოდან შეხოთ ჩვენ თუ ვიცოდით სხვამაც გაიგო სადღაც ჯგუფებში დაიდო იქ დაიდო აქ დაიდო და ნუ დღეს მოკლედ რაღაც გასაჯაროვდა უკვე და ჩვენც დავდეთ რომ 19-ში გამოდის მაგრამ დღეს მე გავიგეთ რომ აი 25-ში იქონდა სასამართლო პროცესი ზურას 25 დეკემბერს თუ 24 დეკემბერს 25-ში იყო მათ შორის ყველა ის ანუ ვისაც სამშობლოს ღალატზე დავებიან ანუ ჯამში 7 პოლიტიკურ ლიდერს მაგ ხალხიდან ვინც ანუ ყველას აღკვეთ ღონისძიებაზე იყო 25-ში და ჩვენ მქონდა ეგეთი ისა რომ 3 დღე რეალურად ზურას ქონდა მაქსიმუმ ოჯახთან ყოფნის შესაძლებლობა და დღეს გავიგეთ რომ ეგეც გადადეს 2 თვითო და სიმართლე რომ გითხრა მე ზოგადად კონცეფტის გაკეთებული რაღაცაებს რომ უყურებ ძირითადად ტვინს ვაწყობ ისე რომ რუსი იყო როგორ ვიზამდი და ამჯერად ვერ მივხვდი რა ქნეს იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ალბათ სავარაუდოდ ერთ-ერთი აზრად რაც მომივიდა ეხლა ამ ხალხს გამოსვლა ალბათ ყველას მოუწევს ორი თვე მათ შორის გვარანიასაც ალბათ და ვაშაძესაც ნუ სავარაუდოდ ეხლა იზამს ვიცი იმას რომ რა ვიცი თუ გინდათ მოვაგე გამოგიშვი და წადით ქვეყნიდან თუ არ გინდა რომ მაინც დაგიჭერდა ნუ ვიღაცები ალბათ წავდა სხვა მე ლოგიკა ვერ მივხვდი რომ რა ანუ თავად ამ პოლიტიკურ ლიდერებთან ივაჭრებს ამ თემით რომ მე შემიძლია ისევ დაგიჭირო ხო ანუ თუ კი აქამდე ეს ადამიანების ხედან ამ ციხეებში იმის გამო რომ წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისიაზე არ მივიდნენ ეხლა უკვე მათ დააპატიმრებს უკვე ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე თუ 9 წლიანი ციხით და ნუ ეხლა სავარაუდოდ რა ეგა აქვს ალბათ მიზანი რომ ვიღაცებს ეთქოს რომ თუ არ გინდათ რომ ისე რაღაცა ჩაქსვა 10 წლით წადით ქვეყნიდან აი როცა ციხეში ხარ მაშინ თქო უფრო იოლია რომ ევაჭრო როგორც ამ ლიდერებს ასევე თქვა დასავლეთს უკვე რამეზე ვაჭრობს ივანიშვილი დასავლეთთან აღარაფის აღარ ვაჭრობს ანუ ეგ ეტაპი რეალურად ალბათ 2021-ის მერე მორჩა აი შარლ მიშელის მერე რომ აღარაფერი დასავლეთთან საერთოდ ან ის რაც ახლა ბელარუსიაში მოხდა როცა ლუკაშენკომ გაათავისუფლა პოლიტიკური ლიდერები იქ რეალურად ამბავი ის იყო რომ თვითონ ლუკაშენკოსაც სარგებელი აქვს რაღაცეებისგან და ამერიკასაც სარგებელი აქვს მათ შორის ანუ აქაც გამორიცხულია თქვა რომ ამერიკასთან რამე ტიპის ისეთი რაც შეიძლება ამერიკელებს მატერიალური სარგებელი მოუტანონ და ეს მატერიალური სარგებელი სიტყვაზე რაღაცებში გაცვალონ ჩვენ არ გვაქვს კალიუმი, არც ხორბალი, არც რაღაცა არაფერი. ერთადერთი შუადერეფნის ფუნქცია ქონდა რეალურად. აი შუადერეფანი ამაზე არის უფრო დიდად მოლოდინები, რომ ეს ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი არსებობს. ოღონდ ეგ არის. მოდი გუცხურად ვაღიაროთ, რომ ბლეფი უკვე იმიტომ რა ვიცი ენგეზური ვამუშავდება ტექნიკურადაც რაღაცა ფინანსურადაც და ყოველ მხრივ უფრო სწრაფია, მათ შორის ჩვენს ირგვლივ მყოფი, მათ შორის თურქეთისაც და რუსეთისაც ინტერესებში შედის ზენგეზურის და მათ შორის ჩინელების ინტერესებში ჩინელი ბიჟები არ არიან კაცო, ანუ ჩინელებს ანაკლის სპორტი ჭირდებოდათ, იმიტომ რომ თავიანთ ქვეყანაში ნაწარმი საქმე ევროპაში სწრაფად მოხვედრილი იყო და თუ ეს სპორტი მათ ან თუ ეს სპორტი არ არის ანაკლიაში ისეთი ვაი ევროპელებისთვის იყოს ხელსაღრელი, ჩინელებს ამბობთ, ამიტომ ჩინელებმაც არ ჩადეს ინვესტიციები და ამიტომ რეალურად ეგ ფუნქცია ჩვენ დავკარგეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დავკარგეთ ახლა ვიღაცები კი არის, ანუ კონკურენცია კარგია და რაღაცა ისე ასე, მაგრამ არა, ანუ ზენგეზურის ნაწილი აზერბაიჯანმა უკვე ააშენა თავის თავის ნაწილი, რავი, თურქები დიდი ხანია მაგას ამზადებიან და სწრაფად ააშენებენ და სომხეთის ნაწილი რა ჩინო უზრუნველყო ტექნიკურად ასაშენებელი არის და მეტი არაფერი მაგრამ ეს არის დაკავშირებული დიდ ფინანსებთან როგორც ამაზე ლაპარაკობენ ეს უღირთ ასე ვთქვათ იგივე დასავლეთს და რა ვთქვათ იგივე საქართველოსთან ვთქვათ რამე შეთანხმებაზე წასვლა საქართველოსთან უკვე ეგ ფუნქციას რო დაკარგაო რეალურად შენ როგორც შუადერეფნის ფუნქციას აი სატრანზიტო ფუნქციას და რასაც დაგვაკარგუნებ ჩვენ ზანგეზური ხომ მე არავინ არაფერს აღარ შევვითანხმდეთ უნდა ვაღიაროთ ან კაფე და გასაგებად იმიტომ რომ ჩვენ რეალურად შუადერეფნის ან ზანგეზური ალტერნატივად იმიტომ გააჩინეს რომ ჩვენ არ ვიყავით უსაფრთხო ქვეყანა და ვიყავით რუსეთის გავლენის ქვეშ ამით ისარგებლა პაშინიანმა დასავლეთთან დაალაგდა და უთხრა რომ მე აღარ ვარ რუსეთის გავლენის ქვეშ პლუს თურქეთთან ისტორიული ამბავი მოაგვარა აზერბაიჯანთან უკვე ლაპარაკეს საზღვრების გახსნაზე 2026 წელს თურქეთ-სომხეთის ის კორიდორი ზანგეზური იმუშავებს შეითავსებს იმ ფუნქციას რაც სიმშრალეში შეითავსებინა მათ შორის ანაკლის სპორტთან ერთად უბრალოდ ჩვენ დავჭერდით ჩვეულებრივად რაღაცა რუსეთის გავლენის რა ეტაპზე ხო თქვენ გაკურებით ივანიშვილის დაჯგუფება რომელიც ტროტუარზე გამოსვლას და პროტესტის გამოხატვასაც კი გრძალავს ამის გამო ყოველშაბათს კანონში ჩაწერა რომ შემიძლია დაგაპატიმროთო კი
აი აქ შეიძლება ვიღებენ ხოლმე პოლიციელები და მგონია რომ დღესაც არიან პოლიციელები. კი, რომ მოვედი დღეს ყველაზე ადრე მოვედი, არა, გოჩა იყო და მე მოვედით, ჯერ ცარიელ ტროტუარზე ვიდეოს იღებდნენ, მე და გოჩას გადაგვიღეს, მე მოკლედ იღებენ. ხო, გონია რომ საბოლოო ჯამში მანდაც მივლენო ტოვაზე დგომის გამოც, აი დაგვიჭერენ, ოღონდ ძალიან აბრაზებს ხოლმე ეს პროტესტი თბილისში განსაკუთრებით რომ არის და ძალიან კაფეში ჩანს რომ აი ყველაფერი ცადეს პირბადის გამო ჯარი პირბადის გამო ატარების გამო რაღაც ტროტუარის გამო ქუჩის გადაკეტვის გამო ხანჯარიმა ხან ადმინისტრაციული ხან ყველაფერი ცადეს რაც კი ადამიანის ტვინში შეიძლება მოაფიქრდეს ადამიანს და მათ შორის ბოლოს იქამდე მიდენ რომ ტროტუარის ისიც ცადეს და ნუ ეხლა ყველაფერს ამოქოლავდო თუ კი ამის ეჭირა. კი, ოღონდ ვერ ამოქოლავენ. მე არ მჯერა მაგის რომ მაგას ამოქოლავენ, იმიტომ რომ აი ვიცი, არ არსებობს და აი გაგვარია ეს კაცი მოგონი ზაქარიაშვილი. ხო, რავი, ამანაც მივიდა და რაღაცა 46 განცხადება დაარეგისტრირა საბოლოო. ანუ ვერ ამოქოლავენ. ანუ ნების ჩვენ მithmetes გირჩევთ მაგის მეტი რა გვესმის. ანუ რამდენიც არ უნდა ქოლონ, შემოსავლეს ყოველთვის იშოვის ადამიანი. ანუ ეგ თუ გაპროტესტება გინდა გააპროტესტებ ყველა ვარიანტში. მაგრამ აი პრაქტიკულ დონეზე რა ხდება? თქვა ახლა შეიძლება მოვიდეს აქ შუს წარმომადგენელი თქვას რომ ეს არ იყო შეთანხმებული შუსუსთან ამ აქტის აქცია. ხდება ის რომ საბოლოო ჯამში ახლა ვიღაცები ეხლა ხო თუ კი არ დაიშლებით შეიძლება გამოიყენოს პატიმრობა პირდაპირ. ვიღაცებს, მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ პროტესტი გაჩერდება, მათ შორის აი რატო არ იმუშავა პირბადეების კანონმა. პირბადეების კანონი საქმეს მიიღეს რომ ამის გამო ხალხს რაღაც ადმინისტრაციულ აჯანიმებდნენ მე რუსთაველის გადაკეტვა მაგით დაასრულეს ოღონდ რუსთაველის გადაკეტვამ გამოიწვია ის რომ ადამიანებმა წავიდნენ მარშზე და უცბად რუსთაველის როკეტავდა საშუალოდ 1000-დან 3000-მდე ადამიანი უცბად აქციებზე გაიჩნდა 5-10000 ხალხი იმიტომ რომ მარშმა უფრო გაამრავლა ხალხი მე დაждენ კონცებრად თქვენ ეს რა შარი ვნახეთ უფრო ცოტა იყნენ და უფრო გამრავდნენ და შეეშვნენ მაგ ამბავს ხო საბოლოო ჯამში ყველა ვარიანტში პროტესტი სადაც არის ის რაღაცა გზას ყველა ვარიანტში იპოვის ისაც იმიტომ რომ ადამიანს პროტესტი აქვს და ის რაღაცა გამოსავალს ნახავს მე არ მჯერა რომ მოსპობენ ვერ მოსპობენ ოღონდ რასაც ვუყურებ ხო ეგა აქვს ძალიან ბრაზდებიან რომ ხალხი რაღაცებს აპროტესტებს და ამ გადაცახადად რა სჭირდება ყველაზე მეტად ეხლა წინააღმდეგობას რომ მან უკან დაახევინოს პირიქით ივანიშვილს ძალა ამ გადასახადებიდანაც და ყველა გადასახადებიდანაც და ყოველთვის რავი შენთანაც ეგ მithქვამს ქართველი აი ძალიან მეგობარს უყურებოდი აქ რომ აი ბევრი სოციალური კვლევა ვნახავს სადაც ქართული ოცნების ამორჩევლებს რო ეკითხებიან აი თუ შენი პარტია არ იქნება ბიულეტენში ვის მას იცი პასუხი რა აქვს მეორე არჩევნი ნაციის ანუ ქართველები არიან ეს ვართ ესეთი ხალხი რომ ძალისკენ მიხრებით ხოლმე ეხლა ძალა არის ბიზნესკენ და ჩემს გარშემო უამრავი ჩემი მეგობარი არა მეგობარი ნაცნობი აი დასაწყისში აქციებზე აქ 8000 კაცი რო იდგა აქ იდგა ყველა ისეთი ხალხი იდგა მათ შორის რომლებიც აი თავგადაკლული მეოცნებეები იყვნენ მაგრამ იმ აქციებმა მათთვის სასურველი შედეგი რო ვერ დადვა და მათ დაასკვნეს რომ იქეთ მხარე უფრო ძლიერია ვიდრე ჩვენ გაჩვენდნენ და წავიდნენ სახში აი როგორც კი ის ქოცები რომლებიც მეორე არჩევნებიც ნაცები ანუ ძალა როგორც კი ეგეთი ხალხი დაინახა რომ აქეთ მხარეს რაიმე ძალა გაჩნდა და მუხტი გაჩნდა მან მით უფრო მოემატება ხალხი ანუ ჩვენ ეხლა ვართ სუსტის მდგომარეობაში და სუსტის მხარეზე მდგომა არავის არ არის მე არ ვიცი როგორ უნდა გაჩნდეს ეს ძალა ანუ პირდაპირ არ ვიცი მაგრამ სხვა გამოსავალი არის ერთადერთი ძალა რომელიც ანუ მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ არა ამ ქვეყანაში რომ მათ დაიცვან ამ ქვეყანაში დემოკრატია და საკუთარი ქვეყანა ხო აქ არ არის საუბარი ან ხშირად არის ხოლმე რომ აი მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ მე ხომ დღეს მეუბნებოდა ვიღაცა რომ აი ეს ჟურნალისტია და ამის ფუნქცია კითხების დასმაა და ზუსტად ასე უპასუხო რომ მზია ამაღლებელი ჟურნალისტი იყო და ყველას კარგი კითხვებს უნდა სულა რომ უნდა იმ ხალხს ციხეში ჯდომა მაგრამ მოუწია იმიტომ რომ აქ პროფესიებზე არა საუბარი ვიღაც პოლიტიკოსია ვიღაც ფეხბურთელი აი მეც მინდა რომ მეც ვარ პროფესიით თეოლოგი და ძალიან მინდა რომ რაღაცა წავიდე და თეოლოგია ვაკეთებ მიწერთ თქვენს გიწერთ აქციაზე სულ თქვენ და თქვენ როგორცაც ხდება ანუ აქ საუბარი იმაზე არაა ვინ პოლიტიკოსია ვინ ფეხბურთელი რა ვიცი მსახიობი სახელი დამავიწყდა და მსახიობია თეატრში თამაშობს ჭიჭინაძე ანდროჟი ჭიჭინაძე ციხეში ჯდომა მაგრამ ციხეში მსახიობი იყო უამა ექიმი უამრავი ეგეთი ამიტომ მე მგონია რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაიყვანოს
გავიაზროთ, რომ რა გვინდა, ანუ ჩვენი შვილები გაიზარდონ ჩეჩნეთში და რაღაცა იმ ტიპის კოლონია ვიყოთ, რომ აი პუტინი ინიშნავდეს აქ ვიღაცებს. ანუ გვერდყვას თუნდაც საქართველოს რესპუბლიკა ოფიციალურად, მაგრამ აი როგორც ბელარუსია თუნდაც ეგეთი ქვეყანა გვინდა თუ გვინდა, რავი, თუნდაც გაჭირვებული ისეთი ასეთი მაგას არ აქვს, მაგრამ აი საქართველო გვინდა, რაზეც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, რაზეც ჩვენ წინაპრებს სისხლი აქვს და ეგ გვინდა. აი როცა გადავწყვეტ თუ ოდესმე დადივა ეგ როგორ საქართველო გვინდა და არ გვინდა ჩეჩნეთი, ინგუშეთი, რავი, ყველაზე კაი ვარიანტი ბელარუსი არ გვინდა, ხო, მაშინ ქართველები რაღაცის გავაკეთებთ, მაგრამ ჯერჯერობით უნდა ვაღიაროთ, რომ მაგას ვიყურებთ ქართველები ისე, რომ აი აქ რუსეთი არ გამოვა და პროპაგანდაშიც გვიგებს ოცნება, რომ აი ძალიან კარგად აქვს აწყობილი პროპაგანდა და რაც არ უნდა იყოს, დღეს სადღაც მომყვა და ვიდეო დავდე, რომ აი ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს მომავალი წყდებაო იქო და აი ყობახიძე რო პუტინი შეხვდა იქ. ხო და ანუ მართლა ეგრე თქვა, რომ აი საქართველოს ხვალინდელი ძებო იქ წყდებაო და რამე ეს რო წავიკითხე, აი წარმოვიდგინე, რომ მართლა პუტინი ირანი, მონღოლეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი წყვიტავენ საქართველოს მომავალს და ამაზე ხო წეს ყველა ქართულს უნდა აენთოს და რაღაცა ვიდეო დავდე როგორ გინდა რომ იყოს, რა ვიცი, შემოსულია ხალხი და მაგინებს, უბრალოდ მაგინებს, აი ეს. და მაგინებს, იმიტომ რომ პროპაგანდამ დაავალა, რომ ასე უნდა ქნათ. ანუ საერთოდ არ უნახავთ იქ რა დავდე. და მაგინებს. და ხო, პროპაგანდამ დაავალა, რომ ასე ქნათ და ვიღაცამ რო ნახა ახლა ბებიაჩემმა ეს ვიდეო რო ნახა, ბებიაჩემმა თქვა, რომ ვა, ეს არცა ბევრი არიან ისინი და მითხრა რომ შვილო გაანები თავი, ნახე ეგენი უფრო ბევრი არიან. ამას ხშირად ცდილობს ხოლმე პროპაგანდა ტროლბოტები, რომ შექმნას ილუზია, რომ თითქოს აი უმრავლესობა უჭერს მხარს მაგალითად. მიღმაც მედიებითაც ვიგებენ, ანუ ჩვენ აქეთ ხარის რაღაცა ვართ მედიები სუსტი უკვე სამწუხაროდ ყველაფრის გაქორწინებ და ის გაგმუშავებენ და ალტერნატიული ის აქვს შექმნილი სივრცე, რომ აი ტროლბოტები ყავთ, საერთოდ მედიები აქვს და ვიგებენ პროპაგანდაში ვიგებენ, ეგ არის ამბავი. მაგრამ პროპაგანდაში რო გვიგებდნენ, მაშინ არჩევნებზე რატო ვერ დადეს თქვა შედეგები? თქვა კახიკალაძე თბილისში აირჩია ამორჩევლობის 20%-მა, ხო? ასევე წინა არჩევნებზე ჩვენ ნახეთ გამასშტაბის გაყოლება დასჭირდა ქართულ ოცნებას, რომ მას დაედო მისთვის სასურველი შედეგი. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც ისინი უყვებიან თავიანთ მაყურებლებს, თქვა TV იმედი, რომელიც სახელმწიფო არხია, ხო? ან სხვა სახელმწიფო არხები. ეს დიდი ნაწილისთვის არ არის სარწმუნო. ოღონდ მან სწორი კითხვა, ოღონდ მან არის ამბავი, როდესაც აი მაგალითად 2024-ის არჩევნებს რო შევხედოთ, გაიხსენე 2024-ის არჩევნები, თუნდაც აი მე გიჩის ლიდერს მიზახიან, თუნდაც ჩვენ საარჩევნო კამპანიას რო შევხედავ 2024-ისას, ბანერზეც ვიყავით, რაღაცა იქაც ვიყავით. 2024-ში ჩვენ ვუგებდით იმათ პროპაგანდაში, მათ შორის ჩვენ რაღაცა ჩვენი კამპანია გვქონდა. ან მე შეიცვალა თქვენ ფიქრობთ რადიკალურად? არა, 2024-ის მერე მაგალითად მთავარი არხი აღარ არსებობს. დაიხო. ანუ თავისთავად ძალიან დიდი. რავი, აღარ არსებობს რაღაცა სხვა მედიები, რაღაცა რესურსები აღარ აქვს. და ბუნებრივად შეიცვალა რესურსები, არხები დაიხურა და ეს ბუნებრივად სულის მოცემულობას. კი, 2024-ის, ანუ როდესაც შენს კამპანიას ატარებ, შენს ატარებ ხოცის წინააღმდეგ კამპანიას. თუ ჩვენ ყველა ეგრე ვიქნებით, ეხლაც მოვუგოთ, აი ხშირად ბრაზდები ხოლმე, რომ აი ოპოზიციურ მედიაშიც კი არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც რაღაცა აქვთ მორგებული ეს მიღაბი ნეიტრალურის და როზიან რაღაცა ეთერში სამს ხოცის მხარეს იტყვიან და სამს ოპოზიციის მხარეს. ხოცის მედიაში ოპოზიციის მხარეს არავინ არაფერს არ ამბობს, შესაბამისად რა გამოდის, რომ ხოცის მხარეს 10 ოპოზიციის გინებაა და პლუს ოპოზიციის მედიაში კიდევ 3 ემატება და გამოდის, რომ მთლიან მედიაში 13-ჯერ ოპოზიციას გვაგინებენ და მხოლოდ 3-ჯერ არის კარგი ნათქვამი. აი ეს არის პროპაგანდა. მესმის. დიდი მადლობა. ეს იყო თემურ გორგაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ერთ-ერთი ლიდერი, ისიც დგას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოდი გავესაუბროთ სხვა მოქალაქეებს, ასევე ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით. ბელა, მინდა რომ გაგესაუბრო, ბელა შანავა. შეიძლება გამარჯობა. მინდა გითხოთ ტროტუარზე როცა აგრძალეს უკვე პროტესტი და საპროტესტო აქციის მოწყობა, ეხლა შეიძლება თქვა მოვიდეს შუსუ და დააკავონ მოქალაქეები, თუ კი თქვა არ დაიშლებიან მოქალაქეები, მას შემდეგ როცა შუსუ იტყვის, რომ ეს არ იყო შეთანხმებული მასთან კონკრეტული პროტესტი და პროტესტის გაუქმებას ცდილობს მოკეთ ივანიშვილის დაჯგუფება ამ ქვეყანაში. რა მასშტაბის რეპრესია ეს თქვენთვის? რა მასშტაბის რეპრესია თუ ვინმე კიდევ შემორჩა ჩვენ საზოგადოებაში, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის უზარმაზარი მასშტაბის
რეპრესია არ ვიცი მაშინ რაღაც სხვა რეალობაში ცხოვრობ სამწუხაროა ამის აღნიშვნა რომ მიწევს მართლა ყოველდღიურად ვხედავთ რომ მათი საცეცეები იჭრება ყველგან აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში ყველგან ადამიანები სპეციალისტები განიცდიან შეზღუდვას თავიანთ პროფესიულ საქმიანობებში ტროტუარზე აქციის გამართვის შეზღუდვა ალბათ მიზნად ისახავდა იმას, რომ მათ მართლა ეგონათ, რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეაშინებდნენ ამითი, ალბათ აქვს ეგეთი ილუზია, რომ პროტესტი წელშია გატეხილი და ისედაც დაღარიბებული, დასუსტებული, დაღლილი და რაღაც აპათიურ მდგომარეობაში ჩარდებული საზოგადოებისთვის ეს ბოლო ის იქნება წვეთი, რომ საბოლოოდ დარჩნენ რაღაცნაირად პასიურ მდგომარეობაში და ხელი აიღონ თავიანთ ძალიან ღირსეულ მიზანზე, რაც არის საზოგადოების ქვეყნის გათავისუფლება რუსული მმართველობისგან, რაც ასე მშვენივრად ვხედავთ, რომ არ მოხდა სინამდვილეში, ვხედავთ თბილისის აქციების მაგალითზე, რომ ადამიანები კვლავ აგრძელებენ აქციაზე გამოსვლას, შეუპოვრად იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის და თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის, არ შემცირებულა ადამიანების რაოდენობა. ხერხებს ივანიშვილის ატყობა პროტესტის ჩახშობას. ნამდვილად ვერ ახერხებს თუ ვინმე ახლა უყურებს იმედის ტელევიზიას და პროტესტის პირველივე დღიდან ხალხის მასის ჩვენების ნაცვლად მოასფალტებულ გზებს ანახებდნენ ადამიანებს, თუ ის ისევ აგრძელებს ამ პროპაგანდისტული მედია საშუალებების გამოყენებას ინფორმაციის მისაღებად, ამ ადამიანებს მე მგონი უკვე არჩეული აქვთ ის, რომ ამ ყალბ რაღაცა ფეიქ რეალობაში დარჩნენ და საზოგადოების უზარმაზარი ნაწილი ძალიან კარგად აცნობიერებს სინამდვილეში როგორი მძიმე რეალობა უდგას ჩვენი ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხს, ხო? თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ნამდვილად ცალსახად წელში არ გამწყდა პროტესტი, ნამდვილად ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქართველი ხალხის უკან დახევა მე მოუწოდებ საზოგადოებას, რომ გადაარჩნონ იმ ტელევიზიებზე, სადაც რეალურად აშუქებენ მიმდინარე პროცესებს, სადაც ყველაფერი ისეა აღქმული, როგორც არის რეალურად და შემდეგ შეაფასოს მოახერხა თუ არა რუსმა ხელისუფლებამ საზოგადოების წელში გატეხვა. დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა ბათუმში, ბათუმის კოლონადებთან, ცენტრალური პარტიის შესაძლებლობთან, სადაც გააპროტესტეს ის რომ ის ხელშეკრულება, რაც გაფორმებული არაბ ინვესტორებთან არ არის საჯარო. თქვენ რას ფიქრობთ ამ ხელშეკრულებაზე? რატომ არ არის ეს საჯარო და გაქვთ თუ რა იგივე მოთხოვნა თქვენ რომ უნდა იყოს გასაჯაროებული ხელშეკრულება ქართულოცების მთავრობასა და არაბ ინვესტორებს შორის? ნებისმიერი ასეთი დიდი მასშტაბის პროექტი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ისე რა ვიცი, ცოცხალ ორგანიზმებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობაზე, ქვეყნის და ლოკაციის რაღაცა იერსახეზე და არ ვიცი, უზარმაზარი მასშტაბი შეიძლება ჰქონდეს, შეუქცევადი ზიანი შეიძლება მიადგეს როგორც საზოგადოებას, ისე გარემოს ამ პროექტით ჩვენ ასეთი ეჭვი გვაქვს და ვშიშობ ამაზე ლაპარაკობენ სპეციალისტები, ხო, განსაკუთრებით კრძანის მე ნამდვილად ვერ გამოვირჩევი ექსპერტული ცოდნით ეს რო შევაფასო, მაგრამ ვუსმენთ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად აქვთ კომპეტენცია, გამოცდილება მუშაობის და შეფასების და კვლევის და ეს ადამიანები აღნიშნავენ, რომ იქნება უზარმაზარი ნეგატიური კვალი რეგიონზე, ხო? ეს აქცია, არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა, არ მაქვს ინფორმაცია ამ აქციის შესახებ. მაგრამ თქვენს უერთდებით ამ მოთხოვნას, რომ უნდა იყოს საჯარო ხელშეკრულება არაბ ინვესტორებთან რაც გახდება. აუცილებლად უპირობოდ. მადლობა. ეს ბელაშანოვა იყო აქტიური მოქალაქე, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთ მოქალაქეს. მოგესალმებით, შეიძლება ერთი წუთით?
მინდა გითხრათ დღეს გამართული კიდევ ერთი საპროტესტო აქციის შესახებ, სადაც იყო მოთხოვნა ის, რომ უნდა გასაჯაროვდეს ეს ხელშეკრულება, რაც გაფორმდა ოცნების მთავრობასა და არაბულ კომპანიას შორის, რომელიც შეეხება ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქების მოწყობას, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ბათუმის შემთხვევაში ეს თუნდაც გონიოში. თქვენ რას ფიქრობთ ამ პროექტზე და რა საფრთხეებს ხედავთ? ხედავთ თუ ამ რისკებს? ძალიან სკეპტიკულად ვარ განწყობილი ამ პროექტის მიმართ. მხოლოდ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, თუნდაც რომ ეს კომპანია არ სარგებლობს კარგი რეპუტაციით ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში, აქვს ურთიერთობა დემოკრატიის ესე იგი კრიზისში რომ არიან ესეთ ქვეყნებთან, არა უბრალოდ კი არ ჩადის ამ ქვეყნებში და ბიზნესს კი არა წარმოებს ესე ვთქვათ, პირდაპირ მთავრობასთან დაახლოებას ცდილობს, როგორც ვიცი მე ამ კომპანიის ხელმძღვანელი და მოკლედ გონია რომ ესეთი ტიპის ბიზნესმენების ჩემ ქვეყანაში ჩამოსვლა და მათი ესე ვთქვათ გამაგრება, კარგად ფესვის გადგმა და ბიზნესის წარმოება თავისთავად ცუდ და რისკ ფაქტორებზე მიუთითებს. იმაზე მიუთითებს, რა ტიპის მთავრობა გვაქვს ჩვენ პირველ რიგში. ეს დამკვიდრებული პრაქტიკა არის, ასე გველაპარაკება ოცნების მთავრობა ხელშეკრულების დახურვაზე, რატომაც კონტრაქტი არ არის ღია. თუ არაფერი არ აქვს დასამალი და თუ არაფერი არ არის საფრთხის შემცველი, მაშინ რა პრობლემაა, ხო? პირიქით გამჭირვალობას ხო ძალიან ემხრობიან ესე ვთქვათ და გამჭირვალობის არგუმენტი და საბაბი თითქოს მიიღეს მათ რუსული კანონი, ხო? კი ბატონო, რაღაცა ორმაგი სტანდარტები მათ მხრიდან, რაშიც სჭირდებათ მაშინ და იყოს გამჭირვალობა და რაციც არ აწყობს, მოკლედ არ არის და რაღაც სხვა ვთქვათ არგუმენტებს იშველიებენ მოკლედ. პოლიტიკურ ლიდერებს რას უპირებს ივანიშვილი და მისი თავმჯდომარეობა თქვენი აზრით? დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ლიდერები, რომლებიც ახლა არიან ციხეში, ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დასაჯეს ისინი და ჩასვეს რამდენიმე თვით 8, 9 და 10 თვით ციხეებში. ეხლა მათ უწევდათ გამოსვლა უკვე ციხიდან, თქვა ზურაბ კირჩაფარიძე გამოდის 19 დეკემბერს, მაგრამ მათ ასე ვთქვათ, მათ წინააღმდეგ ახალი ბრალდება გაუჩნდა პროკურორს, რომელიც შეეხება საბოტაჟს და მტრული ქვეყნის მხარდაჭერას და მათ სასარგებლოდ მუშაობას ამ ქვეყანაში. თუმცა აკვეთ ღონისძიებასაც შეიძლება მათთვის შეეფარდებინათ იგივე წინასწარი პატიმრობა, ეს პროცესი გადაიდო 2 თვით. რასთან შეიძლება გქონდეს საქმე თქვენი აზრით? ეს ადამიანები იქნებიან მუდმივ საფრთხის წინაშე. პოლიტიკოსები იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს და მთავრობას აწყობს, რომ პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში არ არსებობდეს ზოგადად, სიჯანსაღად ეს არ არის საუბარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი საბჭოთა მეთოდებით ერთმანეთს გადაკიდოს და ყავდეს მხოლოდ ტერორისტთა დაშინების რეჟიმში ესე ვთქვათ და მაქსიმალურად დააშოროს ხალხს. არ ქონდეთ ამ პოლიტიკოსებს იმის საშუალება, რომ შემოიკრიბონ ადამიანები რაღაცა ისაუბრონ მათთან, გაავრცელონ თავიანთი აზრები, ანუ ხალხამდე მიიტანონ ინფორმაცია, მიიტანონ იმის შესახებ, ესე ვთქვათ, ინფორმაცია რა მდგომარეობა არის ზოგადად ქვეყანაში. ეს არის მისი მიზანი და მაქსიმალურად ვცდილობს ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი ხერხის გამოყენებას და სასამართლო და აქვს ისა პოლიცია რომ შენს ხელში არის და გექვემდებარება პირდაპირ და შენს ბრძანებებს ემორჩილება ძალიან მარტივი უნდა იყოს ესეთ ამის გაკეთება. ესეც ამ მიმართულებით მიდის ესე ვთქვათ პროცესი. მადლობა, თქვენი სახელგვარი შემოგხსენე. თაკოს რუმაძე, მადლობა თაკო. ასეთი შეფასებები აქვს მოკეთ დღეს მოქალაქეებს ბათუმში, რომლებიც მოვიდნენ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. და ისინი გვესაუბრებიან ამ ბოლო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მან შორის მინდა გავესაუბრო ზურაბ ცეცხლაძეს, სახელმწიფოებისა ბოდიში გაწყვეტინებთ საუბარს პირდაპირ ეთერში ვართ. საინტერესოა თქვენი მოსაზრება პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით, რომლებიც დაპატიმრებულები არიან. დღეს ცნობილი გახდა, რომ აკვედი ღონისძიების შეფარდების პროცესი გადაიდო 2 თვით. ანუ ისინი არიან ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიის გამოუცხადებლობის მიზეზით ციხეებში. ანუ ვისაც დაუმატეს ახალი ბრალის საყრება გადაიდო 2 თვით და ეს რას ნიშნავს, რას საჩვენებს ეს დამოკიდებულება? როგორც იურისტი და ადვოკატი, ასევე საინტერესო ამაზე ვქოლაპარაკებთ. ნახეთ როგორი მე ასე მიმაჩნია, რომ იმ ფონზე როცა ბელორუსიაში ესეთი პროცესები მიმდინარეობს, თუ ხედავთ, რომ ტრამპისა და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების შემდეგ პოლიტიკური პატიმრები გაუშვეს. ამ ფონზე აი ესეთი ორმაგი სიტუაცია უჭირავს ბიძინა ივანიშვილის ხელში. ყავს ადამიანები, რომლებიც უკვე პოლიტიკური ტყვეები არიან და ყავს ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად შეუძლია ასევე იგივე სტატუსით გაუშვას
ციხეებში. ანუ რაღაც უფრო იოლ ვარიანტს თავაზობს დასავლეთს, აი არ მიუსაჯე ხო ხდებით და აი მაგრამ ციხეში თუ ეყოლება უფრო იოლად არ ივაჭრებს, ანუ არა ციხეში ისედაც ხავს ესენი ციხეში. მაგრამ ესენი ხო გამოუშვებს. უკვე ზურაბ ჯაფარიძე გამოვა 19 დეკემბერს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე რომ გამოვა ციხიდან 19-ში ეს დიდად არაფერს არ წყვეტს ერთეულები. აქ ხომ 130 სინდისის და პოლიტპატიმარზეა საუბარი და გამოვა 10. ხო ეს დიდად არ შეცვლის, მაგრამ ანუ სწორად რომ ავხსნა იტოვებს უფრო იოლად შესაწყალებას, ანუ აღარ დავიჭერ თუ რაღაცაზე შემოხვალ. ანუ დაჭერილი მყავს და თუ უფრო დიდ რაღაცაზე მოვილაპარაკე. ამ თემით დაელაპარაკება და ივაჭრებს დასავლეთთან. დასავლეთთან ილაპარაკებ. თუ უფრო დიდ რაღაცას თავაზობთ დაჭერილებს გაუშვებ, თუ უფრო ცოტა რაღაც ნაკლებს თავაზობ არ დავიჭერ. ანუ აი ეს განზომილება აქვს დალაგებული ასე აი ამგვარად მე ასე ვფიქრობ და რეალურად ხომ ესენი ხო იმისთვის ჭირდება რომ ივაჭროს. ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ ტყვეებს, რეჟიმის ტყვეებს, რომ გაცვლა ხდება რაღაცაში ტყვეების და არა პატიმრების და არა სინდისის პატიმრების. აქედან გამომდინარე, აი დაახლოებით ამ თამაშს თამაშობს რატომღაც ჩათვალა რომ დასავლეთი მოდის გაცვლებზე, მოდის ვაჭრობებზე. შესაბამისად როგორც ახლა ამერიკა გაურიგდა ტრამპის ადმინისტრაცია ლუკაშენკოს. ძიმე სავაჭრო სიტუაცია და ცოტა მსუბუქი სავაჭრო სიტუაცია ორ ნაწილად დაალაგა, ასე ვფიქრობ. კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით. და ასე რომ მოგვიყვეთ ზვიეთთან დაკავშირებით, თქვენ ზვიად ცეცხლაძის მამა ხართ, ის დაობშალო პაპუაშვილის წინააღმდეგ. ხო შევიდეთ თუ არა უკვე ეს არჩელი სასამართლოში და კონკრეტულად რო გითხრათ მისი დასაბუთება და მოთხოვნა ამ სარჩელის. კი, მოკლედ სარჩელი შევიტანეთ. ჩვენ ვარაუდობდით რომ შეიძლება კანცელარიასაც კი არ დაერეგისტრირებინა და მქონდა ესეთი რაღაცა რომ რამოდენიმე ეტაპი არსებობს. ჯერ კანცელარიამ უნდა დაარეგისტრიროს, 5 დღეში სასამართლომ წარმოებაში უნდა მიიღოს და მერე არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს და არის 3 ინსტანცია, პირველი აპელაცია და უზენაესი სასამართლო. პირველი ეტაპი ფაქტობრივად რომ კანცელარიამ დაარეგისტრირა, მიიღო დარეგისტრირებული, არის უკვე და ეხლა ველოდებით წარმოებაში მიღების გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღეში. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოთხოვნას, ჩვენ ვიცით ხო რეალურად რასთან იყო დაკავშირებული ეს არჩელი, რომ რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ზვიად ცეცხლაძე არის სასამართლოს მიერ დადგენილი ტერორისტი. ზუსტად ასე თქვა და მერე დადო სტატუსი, სადაც დაწერა, რომ ცივსისხლიანად გეგმავდა თბილისის ქუჩებში ომებს. ეს დააფინანსა, ტიტრები ინგლისურად გადათარგმნა, ის დამონტაჟებული 2 წუთნახევრიანი ვიდეო დადო. მაშინ როცა ზვიადის ლაივი 14 წუთი და 20 წამიანია და იქიდან ამოჭრილი და დამონტაჟებული ვიდეო განათავსა და მოკლედ ფონი ისე შექმნა, რომ რეალურად ტერორისტიაო. ეხლა მიზანი რა იყო პაპუაშვილის? პაპუაშვილი არ არის ახლა ის კაცი, რომ ეს რაღაც მიზანაცნელად გაეკეთებინა. იცის ძალიან კარგად, რომ ტერორიზმის მუხლით არ დაუშიათ, არ აღძრულა საქმე, სასამართლო აწარმოებულა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ხო? ხო, მით უმეტეს, როცა კვალიფიკაცია უფრო მსუბუქით შეუცვალეს, ის მძიმე ვერ დაუმტკიცეს, მსუბუქით შეუცვალეს და უფრო მსუბუქი საშელი დადგა. ანუ მიზანი რა იყო? მიზანი იყო პირდაპირ მნიშვნელობით გაშავება ზვიად ცეცხლაძის, რომ საზოგადოების დარტყმის ქვეშ დააყენა. ანუ ამ შემთხვევაში პროპაგანდის ქვეშ ვინც აყავთ, იმ საზოგადოების დარტყმის ქვეშ დააყენა და ასობით რამოდენიმე ასეული კომენტარი იყო, რომ როგორი ფაშისტია, როგორ ასეთი პატარა უკვე ტერორისტად როგორ ჩამოყალიბდა, მამამისი ფაშისტი, აბა სხვანაირად როგორ გაზდიდა და ასობით ფურცელი არსებობს, რომ აი პირდაპირ მნიშვნელობით ფაქტობრივად გაწირა გადასათელად ბულინგისთვის გაწირა ბავშვი, რომელიც ისე თუ ასე თავისი სიმართლე დაამტკიცა იმ მუხლით, რასაც ედავებოდნენ და მეორე მუხლით ფაქტობრივად არ მიეცა საშუალება ედავა, იმიტომ რომ შეუცვალეს კვალიფიკაცია. მაშინვე სასჯელი დადგა და შესაბამისად არგუმენტიც კი ვერ წარადგინეს ახალი მუხლის შემთხვევაში რა შეიძლება ბრძოლა გამართულიყო მხარეებს შორის. ანუ აი ეს იყო ძირითადი მოთხოვნა დაენადგურებინა. ეს ფაქტები უარყოს თავად შალო პაპუაშვილმა, ეს არის არჩევის მოთხოვნა. ჩვენი მოთხოვნა რა არის ახლა, რომ იგივე საინფორმაციო საშუალებებით სტატუსი განათავსოს და უნდა უარყოს, რომ ეს ასე არ იყო, თავისი ნათქვამი, იმ ტელებრიფინგი რო ჩაატარა, იგივე საინფორმაციო საშუალებებით უნდა უარყოს და მორალური ზიანი გვაქვს
ეხლა დიდი არ არის, მაგრამ სიმბოლურად ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს მორალური ზიანი განისაზღვრებოდა 0.51 ლარით, ანუ 41 წეთრი მორალური ზიანი უნდა აგვინაზღაუროს. აი ეს არის ძირითადი მოთხოვნა. ამავდროულად ეხლა ჩვენი მოწოდება კონკრეტულად პაპუაშვილისადმი იყო ის, რომ გარკვეულად თუ ვაჟკაცობა ეყოფა თანაბარ პირობებში ჩავდგეთ და ისე ვიბრძოლოთ მათ მიერ მოსყიდულ სასამართლოში, მურუციძის სასამართლოში, უსამართლო სასამართლოში მზად ვარ ცივილიზებულად ვეპაექროთ და ვიბრძოლოთ, თუმცა რაღაც თანაბარი პირობები შეგვიქმნას. მინიმუმ პროცესი პირადად მოვიდეს და მაქსიმუმ თუ აღარ უფლებამოსილება შეიჩერებს და რაღაც თანაბარ პირობები ჩაგვაყენებთ, ნუ ამის არანაირი შანსი არ არსებობს 0.0001 1000-ედიც კი, მაგრამ ეს იყო უბრალოდ შეთავაზება, ადამიანური შეთავაზება. მე რო ყოფილიყავი ამ პირობებში, რეალურად ასე გავაკეთებდი და იგივე შევთავაზე მასა. მოკლედ, როდის განიხილება ეს ჯერ არ ვიცით. 5 სამუშაო დღეში წარმოებაში მიღების საკითხია და რეალურად სამოქალაქო საქმეები 2 თვეში უნდა მომზადდეს საქმე და 2 თვის შემდგომ უნდა დაინიშნოს არსებითი განხილვა. ნახოთ, რაც მოგვიტანს, ჯერ 5 დღიანი ვადა გვაქვს გასავლელი წარმოებაში მიღების, თუ არ მიიღებენ წარმოებაში გავასაჩივრებთ აპელაციაში, ეს ორსაფეხურიანია, იქაც თუ იგივე დარჩა ძალაში, მე პირდაპირ მივდივარ სწრაფად. მადლობა. ეს ზურაბ ცეცხლაძე იყო, ზვიად ცეცხლაძის პოლიტიკური პატიმრის მამა, ზვიადის მშობლები, ასე ვთქვათ, ნარგიზ დავითაიძე და ზურაბ ცეცხლაძე არიან დღეს აი აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც წელიწადზე მეტია მოქალაქეები გამოდიან ქუჩაში და გამოხატავენ პროტესტს იმ ყველაფრის გამო, რაც ხდება ქვეყანაში, დიქტატურის დამყარების გამო, რასაც ცდილობს ივანიშვილის დაჯგუფება და ივანიშვილის რეჟიმი და პირველ რიგში ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გამო, რის გამოც დაიწყო პროევროპული საპროტესტო აქციები ქვეყანაში. ასეთ იყო დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში გამოსული მოქალაქეების შეფასებები ბოლო მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე. ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო, ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, მდროებით.